თავი 42. გაიგო იაკობმა, რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს. რას უყურებთ? უთხრა: აჰა, შევიტყვე პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ. ჩავიდა იოსების 10 ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში. ხოლო ბენიამინი იოსების ძმა არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს. თქვა: უბედურება არ შეემთხვესო. მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში. იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში. ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს. დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მივგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად. იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი. გაახსენდა იოსებს სიზმრები მათზე, რომ დაესიზმრა და უთხრა: სტოვრები ხართ, ამ ქვეყნის ციშიშვლის დასაზვერად მოხვედით. უთხრეს: არა ბატონო, პურის საყიდლად მოვედით, შენი მორჩილნი. ერთი მამიშვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან სტოვრები შენი მორჩილნი. უთხრა: არა, ქვეყნის ციშიშვლის დასაზვერად მოხვედითო. უთხრეს: 12 ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამიშვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა ყავს. უთხრა იოსებმა: ასია როგორც გითხარით, სტოვრები ხართ მეთქი. უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა. დანარჩენები დატყვევებულები იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობ, თუ არა და ფარაონს ვფიცავ, სტოვრები ხართ. 3 დღეს საპყრობილეში ყავდა ისინი. უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით. ღვთისმოშიში კაცი ვარ მე. თუ პატიოსანი ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აქცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყვა თავს ეს გასაჭირი. მიუგო მათ რეუვენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით მეთქი, თქვენ კი არ დამიჯერეთ და აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი. არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რა კი თარჯიმანი იყო მათ შორის. შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა. გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორგილი. ბრძანა იოსებმა, ხორბლით აესოთ მათი ვაშკარანები. გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედო და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ. აკიდეს პურის სახედრებს და წავიდნენ. ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკარანს და დაინახა თავისი ვერცხლი. ვაშკარანის პირზე დევს იგი. უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი. აჰა, ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარათ და შიშით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა? მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს: კაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, სტოვრებად მიგვიჩნია. უთხარით: პატიოსნები ვართ, სტოვრები არა ვართ. 12 ძმანი ვართ, ერთი მამიშვილები, ერთი აღარა ყავს ცოცხალი. უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში. გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა: ამით გავიგე პატიოსნები ხარ თუ არა. ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადით. მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ სტოვრები არა ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ. მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას. როცა გადმოაცარიელეს თავთავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ. უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: შვილები წამართვით, იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს, ახლა ბენიამინი მიყავთ, ყველაფერი მე დამატყლა თავს. ასე უთხრა რეუბენმა მამამის: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო. მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ. უთხრა იაკობმა: ჩემ შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ეზღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ.
გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში.